მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ჩართვაში, ჩვენ ვიმყოფებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თქვენ ხედავთ, რომ არიან ადგილობრივი ჟურნალისტები შეკრებილი და ისინი სოლიდარობას გამოხატავენ იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ქართული ოცნების პოლიციურმა რეჟიმმა სავარაუდოდ გზის გადაკეტვის ბრალდებით, ასე რომ თქვა, დააკავა. აქ შეკრებილი ჟურნალისტები აპროტესტებენ ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიის დევნას და თავისუფალი ჟურნალისტების დევნას. მედია კრიმინალი არ არის, აი ამ სლოგანით იმართება, ასე რომ თქვათ, დღევანდელი საპროტესტო და სოლიდარობის აქცია ამასთანავე და ჩვენ შევეცდებით, რომ ჟურნალისტების ხმა კიდევ ერთხელ მოგასმენინოთ და მოგასმენინოთ მათი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აბსურდში შევიდა, ასე რომ თქვათ, რეჟიმი, მათი რეპრესიები და როგორ გადავიდა რეჟიმი ახალ ეტაპზე და იწყებს უკვე ჟურნალისტების დევნას იმ აბსურდული მიზეზებით და ბრალდებებით, რომ მაგალითად აი ნიღბის ტარების გამო შეიძლება დააკავონ ჟურნალისტი, ქუჩაში დგომის გამო შეიძლება დააკავონ და ხელი შეუშალონ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. სანამ ვთქვათ კონკრეტული ჟურნალისტების შეფასებებს მოვისმენდეთ, ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო გადასცეს, ეს არის სახაროვის პრემია. ამის შესახებ დღეს რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. მზია ამაღლობელთან ერთად ეს პრემია მიიღო ლუკაშენკოს რეჟიმის პატიმარმა ანდრეი პოცობუტმაც და რომელიც მზია ამაღლობელის მსგავსად ისიც რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება, ის პატიმარია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეს იმ თვალსაზრისით, ამ პრიზის აღება, რომ მზია ამაღლობელი გახდა ამ პრიზის მფლობელი, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ევროპა ხედავს ქართველი ხალხის ბრძოლას, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის ბრძოლას და ასევე მზია ამაღლობელის ხმა ევროპარლამენტში და ასევე მსოფლიოსთვის არის ქართველი ხალხის ხმა და საშუალება იმისათვის, რომ მივაწვდინოთ ჩვენ ქართველმა ხალხმა საზოგადოებას ჩვენი ბრძოლის შესახებ ინფორმაცია, რომ ქართველი ხალხი დღემდე იბრძვის იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია არსებობდეს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არსებობდეს და იყოს თითოეული მოქალაქის უფლება დაცული და მათ შორის ჟურნალისტებს არ გვეშლებოდეს ხელი ჩვენი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე რომ ვთქვათ, ნაბიჯი აი ამ ბრძოლაში. რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელის დაჯილდოებას გამოეხმაურნენ მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ევროპარლამენტარები, გამოეხმაურა მათ შორის საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამბობს, რომ სახაროვის პრემია არა მარტო არის მზიას ხმა, არამედ ეს არის თავისუფალი და ღირსეული ქართველი ერის ხმა იმ ბრძოლაში, რომელიც რამდენიმე თვეა ამ ქვეყანაში მიმდინარეობს და იმ ხალხის ხმა, რომელიც 9 თვეზე მეტია იბრძვის იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. გაშმაგებით, რომ ეს არავის და პირველ რიგში მათ არ მოუტანს სიკეთეს და დროზე გაათავისუფლეს ჟურნალისტები, რომელიც დააკავეს. მათ შორის ფორმულა ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, სოლიდარობას უცხადებ ფორმულა ჟურნალისტებს, რომელიც დააკავეს და რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელი, რომელიც უკანონო პატიმრობაშია უკვე რამდენი თვეა და რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებიც სივრცის პატიმრობი არიან ამ ქვეყანაში, გაათავისუფლონ. ჩვენ ვარშავაში ვახშობთ ახალ
ამბავს ჩვენი დევნა არავისთვის არ იკავება სიკეთე. არც იმ პოლიციელებს სიკეთე, რომლებიც ვიღებენ ახლა ფოტოებს, არც იმათვის ვინც დატყვევებულ ადამიანებს საკნებში, სადაც წინასწარ დაკავების იზოლატორებში თუ დაკავების მანქანებში ფიზიკურად უსწორდებიან და ფსიქოლოგიურ ტერორის ქვეშ ამყოფებენ, არავისთვის ეს სიკეთე არ იქნება. ეს ყველას დაუბრუნდება მერე საკითხად. ყველას მოუწევს ამაზე პასუხისმგებლობა დღეს იქნება თუ ხვალ იქნება. დაანებეთ მედიის დევნას თავი. მადლობა. დაანებეთ მედიის თემნას თავი, ამბობს ბათუმელების მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე. ეს სოლიდარობის აქციაზე იმყოფება, ასევე ჩვენ მოგასმენინებ სხვა ჟურნალისტების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რეპრესიულია დღეს ქართული ოცნების რეჟიმი თავისუფალი სიტყვის მიმართ. ნაზი მოგესალმები ბათუმელების ჩართვაში, ნაზი რეხვიაშვილი, ჟურნალისტი. მოვისმენთ ნაზი თქვენს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დგავართ დღეს აქ და რეალურად რა მდგომარეობაში უწევს დღეს მედიას, თავისუფალ მედიას მუშაობა აი ამ რეპრესიული რეჟიმის პირობებში. ხო, მე დავსვი რატომ არის სოლიდარობა თუნდაც რატო არ დგანან ის ჟურნალისტები, რომლებსაც გონიათ, რომ ახლა აქვთ სასათბურე პირობები შექმნილი, რომლებსაც გონიათ, რომ მილიონებს რო იღებენ ჩვენი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტიდან, ცალკე ქართული ოცნებისგან და პროპაგანდისტულ მანქანაში არიან ჩართული ჭანჭიკებად. რატო გონიათ იმათ, რომ ეს პროცესები მათ არზე არ მიაკარგუნებს, იმიტომ რომ რეჟიმი, როდესაც გახდა უკვე მთლიანად რუსული და ჩვენ რასაც თვალს ვადევნებთ, ეს არის სცენარი, რომელიც რუსეთში განვითარდა და ვხედავთ უამრავი დაკავებული ჟურნალისტი იქ და დახოცილი ჟურნალისტები. აი იმ გზას გავდივართ ახლა საქართველოში და ქართული მედია ჯერ ჩვენს უდავი კანონებით სადეს რომ დაედუმებინათ ბოლომდე, რადგან ვერ დაადუნეს ამ კანონებით და რადგან მაინც პატიოსან სიტყვაზე მუშაობს ზოგიერთი ორგანიზაცია მართლა და ენთუზიაზმზე, ახლა გადაწყვიტეს, რომ უკვე დაკავებები დაიწყონ და ამით შეაშინონ დანარჩენი. ჟურნალისტს აკავებენ ქუჩაში დგომის გამო, ხო? აი იმ აბსურდამდე მივედით, რომ პირბადის გამო შეიძლება დააკავონ ჟურნალისტს და ჩასვან 15 დღით. რა თქმა უნდა. მაგრამ აი კომიკური რომ არის, თუნდაც ეს ხსევა, ამ რაღაცას რომ სხვები გაჩვდნენ და სამწუხაროდ ხედავ რომ გახწნა იწყება ქართული მედიის, ანუ კრიტიკულ მედიას უპირებენ დადუმებას და დანარჩენს ვისაც დაიტოვებენ პროპაგანდისტული მედია. პროპაგანდისტული და გახწნილი ზუსტად და მე მართლა აი ბოდიშსაც აღარ მოვიხდი იმ კოლეგების მიმართ, რომლებიც ამას ახლა ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ ეს აუცილებლად დააზარალებს ყველას, დააზარალებს სახელმწიფოს, დააზარალებს თითოეულ მოქალაქეს, რომლის მათ ამ სახელმწიფოში აღარ იქნება არსად. ვერავინ ვეღარ გაიგონებს ვერსად არც ერთი მოქალაქის ხმა, არც ერთი პრობლემა, არაფერი რაც აწუხებს მოქალაქეს არ იქნება გაჟღერებული, იმიტომ რომ რეჟიმს სწორედ ეს უქმნის დისკომფორტს, რომ რის გამო გვდევნიან, ჩვენ იმის გამო გვდევნიან, რომ ჩვენ ამაზე ვწერთ, ვლაპარაკობთ და მართლა აი ვაკეთებთ იმას, რასაც ქვია კორუფციასთან ბრძოლა და რასაც ქვია სახელმწიფო ინტერესების, ადამიანის უფლებების დაცვა და ამის გამო გვდევნიან, თორე ჩვენ რომ ვიყოთ გაჩვეულდეთ, ჩვენ რომ ამ ადამიანებს მართლა რაღაცა ვუშავებდეთ ისე როგორც პროპაგანდა რეჟიმს არ მოსწონს კრიტიკული ხმის მოსმენა. არ ვიქნებოდით დევნის ობიექტი და ჩვენ შეგვიქმნიდა სასათბურე პირობებსაც, რა თქმა უნდა ჩვენ არ გვინდა და იმიტომაც ვიყავართ ქუჩაში და აუცილებელია ეს სოლიდარობა გამოხატოს ყველა. მადლობა ნაზი. ირინა, ბათუმელების ჩართვაში ხარ. მინდა კიდევ ერთხელ მოისმინონ ადამიანებმა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თავისუფალი მედიის არსებობა ამ ქვეყანაში და რა რეალობასთან გვაქვს დღეს საქმე, როდესაც ფაქტობრივად ჟურნალისტების დევნა დაიწყეს, 15 დღით არიან მე მგონი, ხო? პატიმრობაში. ბახოსანაია ასევე მისი კოლეგები დაახლოებით 3-4 ჟურნალისტი უკვე. მხოლოდ იმიტომ, რომ მას ბრალდების მხარე ედავება რაღაც ქუჩაში დგომას თუ გზის გადაკეტვას. აი ამ მიზეზით უკვე სვამენ დღეს ჟურნალისტებს ციხეში, ხო? რა სურათი გვაქვს, რა რეალობა? ამაზე რომ შეძლოთ, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის და დემოკრატიისთვის, კრიტიკული მედიის არსებობას უკვე ძალიან სერიოზულ პრობლემას შეექვეყნა და ძალიან გვიჭირს. მაგრამ ნახეთ, ჩვენ არ გვიკვირს ჟურნალისტებზე თავდასხმა, ყველა ხელისუფლებას ჰქონდა ეს ცდუნება, მაგრამ არ გამიკვირდება კითხვის დასმის გამოც რომ დაგვაკავონ, კი ბატონო. დღეს იმის გამო აკავებენ, რომ გარეთ არიან, ძალიან რთულია იქ დაჯერება ერთმა ქეთამ გადაკეტა გზა, ერთმა ვახომ გადაკეტა თუ ვინ
საქმე იმაშია, რომ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები თუნდაც კონსტიტუციური უფლება არის ის გადაკეთვა და გვაქვს ამის უფლება. და კონსტიტუციური უფლება მაქვს ამისი და ეს ახალი კანონები ამ უფლებას მისყუდავს. ხალხო, ძალიან მეჭირს ამაზე საუბარი, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს არსებობას, კრიტიკული მედიის არსებობას, მაგრამ როგორც ჩანს კიდევ ერთხელ არის ამის ხაზგასმა აუცილებელი. როდესაც თქვენ გაგიჭირდებათ იმის მთქმელიც კი არავინ დარჩება ქვეყანაში, რა ტიპის გასაჭირი მოგადგათ კარს. არავინ იქნება იმის მთქმელი, რომ თქვენთანაც მოაკაკუნა უსამართლობა. აი ახლა სხვადასხვა მიზეზის გამო, შიშის, ეწოლის, წნეხის, კონფორმიზმის არ აქვს მნიშვნელობა. ახლა თუ არ გამოხვალთ და ახლა თუ კომფორტულად გრძნობთ თავს, ან თავს იტყუებთ, აუცილებლად დადგება შედეგი, რაც თავს არ დამალავს და ეს შედეგი იქნება ის, რომ თქვენც ამ გასაჭირში აღმოჩნდებით, მაგრამ სხვათა შორის გუშინ რუსთაველზე როცა გააჩერეს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ხაზგასმით ამბობდა, რომ პროტესტთან შეხება არ აქვს, თქვა რომ არ მეგონა თუ კი მეც შემეხებოდა ეს რეპრესია და გამაჩერებდნენ პირბადის გამო. აი მსგავს სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი მოქალაქე. დამიჯერეთ, იმის გარანტიაც კი არ არსებობს, რომ დღეს აი აქ რომ ვდგავართ, ამის გამო მოგვაკითხონ, სულაც არ არის აუცილებელი ქუჩის გადაკეტვა ან გადაკეტვის მცდელობა. აი აქ რომ ვდგავართ, ან კრიტიკული კითხვას ვსვამთ, ამის გამოც შეიძლება დაგვაკავო. როგორც ის გოგონა იყო გაუგნებული გუშინ და იძახდა, რომ არ მეგონა მეც თუ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდიო, ბევრი აღმოჩნდება ამ პრობლემის წინაშე. ამიტომ სოლიდარობა, კონსტიტუციის ერთგულება და ერთმანეთის გატანა ბოლომდე. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით კანონები, რა თქმა უნდა ვიცით კონსტიტუცია, მაგრამ ისიც ძალიან კარგად ვიცით, რა არის შეუთავსებელი ჩვენს მთავარ კანონთან. ამისთვის ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის, ვიბრძვით ჩვენი შვილების თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. მადლობა ირინა, შევეცდები რომ სხვებსაც გავესაუბრო, აქ მყოფ ადამიანებს. დათო ტრაპაიძე, ბათუმელების ჩართვაში ხარ, მოგესალმები. ის რომ რუსული მედია, რუსული კანონი უბრალოდ მედიას, არა მარტო მედიას კლავს ზოგადად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას კლავს, ამაზე ვესაუბრებით საზოგადოებას თითქმის მთელი 2 წელია, ხო? თუმცა ვიღაცებს ჯერ კიდევ არ ჯერათ, რომ შეიძლება ამ რეპრესიებმა მათ კარებზე დააკაკუნოს. რა შეგვიძლია კიდევ ერთხელ უთხრათ ამ ადამიანებს და ის როგორ შეგვიძლია კიდევ აუხსნათ, რომ რეპრესიები მხოლოდ ჟურნალისტებისთვის არ არის დღეს, რომ ის ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება მიადგეს ხვალ. რა თქმა უნდა, ეს მარწუხები შეიძლება დღეს ვერ გზნობთ, რომ თქვენ კისერზეა, მაგრამ აუცილებლად იგზნობთ რამოდენიმე ხნის შემდეგ. ეს არ არის რაღაც რომანტიზირებული 37 წელი, ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც ჩვენ გველოდება დღეს თუ არა ხვალ და ზეგ. და ამას ნამდვილად იგზნობს საზოგადოება თავის კანზეც. ეს არ არის მარტო რომ ვიღაც ჟურნალისტი დაიჭირეს, ვიღაცა რაღაც მათთვის არა მისაღები აზრის გამო მაგალითად ატუსაღეს. ეს არის ის აკრძალვები, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გამოინახავს სხვა სიბრტყეში. ეს არ იქნება მარტო პოლიტიკური შეხედულების გამო დატუქსვა, ან რაღაც შეხედულების რაღაც აი მაგალითად რომელი პარტიის მომხრე ხარ ან არ ხარ მომხრე. ეს გაცილებით უფრო ღრმა და ასე ვთქვათ დიდი რისკის შემცველი ასე ვთქვათ ფაქტია და ამას სათანადოდ თუ არ მივახციეთ ახლა ყურადღება. ხვალ და ზეგ სწორედ ისეთივე შედეგი გვექნება, როგორც იყო საუკუნის დასაწყისში, იგივე 27 წლიდან 35 წლამდე. ეს არ არის აუცილებელი, რომ იყოს ადამიანის დახრეტა. ჩვენ შეგვიძლია სოციალურ ქსელშიც ვნახოთ თუ როგორ ხრეტენ ადამიანებს სიტყვებით, ქმედებებით და სადამსჯელო სხვადასხვა მექანიზმებით. ვერთმან უკნას რომ იმ ისევის რაღაც გავიმეორეთ ნავიჯები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამას ეს პირი ეს პირი უჩანს და თუ დროულად არ ვიმოქმედებთ, თუ დროულად არ გავიაზრებთ, რომ ეს არ ეხება მარტო კონკრეტულ ადამიანებს, არამედ ეხება ყველას, იქნება მერე მართლა ძალიან გვიან. მადლობა დათო. ნანა, ბათუმელების ჟურნალისტია და მინდა ჩემი კოლეგის აზრს გაგიზიაროთ ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დღეს რეალურად მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც ჟურნალისტები უკვე ციხეში მიდიან იმის გამო, რომ მათ ქუჩის გადაკეტვას ედავება მაგალითად რეჟიმი და პირბადე რატომ გიკეთია, აი ამ მიზეზით შეუძლიათ დააკავონ ჟურნალისტი და გაუშვან ციხეში, ხომ? რა მოცემულობა მივიღეთ, თუნდაც საზოგადოების რაღაც ნაწილის დუმილის გამო და არის თუ არა თუნდაც
ეს მიზეზი იმისა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილი მაინც რჩება ხო ინერტული ამ რეპრესიების მიმართ და რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც სოლიდარობა ჟურნალისტების მიმართ და საზოგადოებისთვის კიდევ იმის შეხსენება თუ სინამდვილეში რა მდგომარეობაში უწევს ამ ქვეყანას ცხოვრება და გადასვლა. სოლიდარობა არის უმნიშვნელოვანესი და სოლიდარობა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი ქართული ოცნების პრემიერის კობახიძის მიერ დაანონსებული ნულოვანი თანაგრძნობის წინააღმდეგ. ნულოვანი თანაგრძნობა კი არა, აბსოლუტური სოლიდარობა ამარცხებს სიბნელეს და ამარცხებს რეჟიმებს. სწორედ ეს იციან ძალიან კარგად სხვათა შორის, ვერ ვიტყვი რომ ვერ ხვდებიან სოლიდარობის მნიშვნელობას და ამიტომაც ცდილობენ რომ ეს სოლიდარობა გატყდეს. მეორე მხრივ საბედნიეროდ ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა სოლიდარობის საუკეთესო მაგალითები ბოლო 1 წლის განმავლობაში. ჩვენმა კოლეგებმა ჟურნალისტებმა აჩვენეს სოლიდარობის და კეთილსინდისიერების და სიმამაცის საოცარი მაგალითები. ეხლა ჩვენ ვართ ფორმულა სოლიდარობის აქციაზე 3 ჟურნალისტია. მე მგონი მეოთხეც დაემატა დღეს ირაკლი წულაძე თუ არ ვწდები. კი ბატონო, დაკავებული ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, როგორ ხდება ილუსტრირება იმისა თუ როგორ ხდება დამოუკიდებელი კრიტიკული მედიის დევნა ქვეყანაში და როგორ ვუყურებთ ამას ჩვენს კოლეგებიც და არ ვჩებით განზე და მივხვდით იმისა, რომ დღეს ყველას აქ მოსულ ჟურნალისტს აბსოლუტურად ყველას აქვს თავისი საქმე, თავისი დედლაინები, თავისი სიუჟეტები მოსამზადებელი, მოდიან იმისთვის, რომ უთხრან თავიანთ კოლეგებს, რომლებიც ახლა იმყოფებიან საპყრობილეში. თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ გვახსოვს ვინ არის ციხეში, ჩვენ გვახსოვს ყოველდღე სინდისის პატიმრები. ჩვენ ყოველდღე ვნახულობთ სინდისის პატიმრების წერილებს, რომლებიც ქვეყნდება Facebook-ზე. და სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ინერტულია, სამწუხაროდ ხდება ის რაზეც მედია, რაზეც ჩვენ სხვა მედია გამოცემები 1 წლის და 2 წლის წინათ წერდნენ, რომ საზოგადოებას გააჩუმებდა რუსული კანონები და ეს იყო დიდი საფრთხე. და ეხლა საუბრობთ ასევე ხმამაღლა იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს შემდეგი საფრთხე და შემდეგი საფრთხე არის მედიის განადგურება, რაც უდრის პირდაპირ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას, მოქალაქეების ხმის აბსოლუტურ გაქრობას და მხოლოდ პროპაგანდის ხმის დატოვებას, რაც იქნება სრული კატასტროფა. და სანამ დროა, როგორც მზია ამაღლობელმა მოგწერა ციხიდან, სანამ დროა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ არავინ გაგვაჩუმოს, კი ბატონო. ჩვენი კონსტიტუციური უფლება, რომ არ წაგვართვან, რომ ვილაპარაკოთ და ვიბრძოლოთ უნდა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ დღეს ბათუმში ჟურნალისტები შეიკრიბნენ სოლიდარობის მიზნით და ისინი გამოხატავენ სოლიდარობას ფორმულას დაკავებული ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც სავარაუდოდ გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს. შევეცდები რომ კიდე გავესაუბროთ აქ ყოფ ადამიანებს. თეონა, მოგესალმები, ბათუმელების ჩართვაში ხარ, რადიო ჟურნალისტი. ეხა ბათუმელების ჩართვაში ხარ. სოლიდარობის მიზნით ვართ დღეს ჟურნალისტები აქ, პრინციპში გამოვხატავ ჩვენი კოლეგების მიმართ თანადგომას, ვინც რეჟიმმა მხოლოდ იმიტომ დააკავა და გაუშვა ციხეში, რომ ისინი თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, ქუჩაში იდგნენ და აი ეს რეპრესიები ვხედავთ, რომ ნელ-ნელა მიდის თითოეულ მოქალაქემდე, ხო? რა შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვთქვათ ამასთან დაკავშირებით, რატომ არის ერთად დგომა მნიშვნელოვანი, რატომ არის ამაზე საუბარი მნიშვნელოვანი და რა ვიცი, გისმენთ, შენ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? რა ვიცი, ბოლო თვეებმა და რაღაცა წლებმა მაჩვენა, რომ ძალიან უჭირს ქართულ ადამიანს, თუნდაც ეს ვოკალურად რო ვთქვათ, აი სადაც მუშაობ, თუნდაც იქ როცა ხმა არის ამოსაღები და პოზიცია და სახალხო ერთად დგომა და რაღაც აი უმრავლესობის ძალისხმევის არჯერა თუ შინია თუ საკუთარი თავის შესაძლებლობების არჯერა არ ვიცი. საერთოდ ვფიქრობ, რომ რანაირად შეიძლება ესე ეხლა ვამბობდი, რომ თავმოყარეობაზე გადის უკვე რანაირად შეიძლება დააკარგოს ადამიანმა თავმოყარეობა ისე რომ დაივიწყოს, რომ მისი შვილი ამ ქვეყანაში აკეთებს ცხოვრებას, თვითონ ამ ქვეყანაში აღმართელება პატიჟებია რომ წადით და
მუშავეთები ყავით ემიგრანტები, მაგრამ აი როგორ უნდა გახვიდე ამ თავმოყრობის ზონიდან ისე რომ აი ყველაფერს ხაზი გადაუხო და შეფრთხილად იყო და ფიქრობ რომ მათამდე არ მივлет იმ შემთხვევაში თუ ჩუმად იქნებიან. წარმოგიდგენთ ჩემს გვერდით. თუმცა ისტორია და პრაქტიკა აჩვენებს რომ სიჩუმე არ იცავს ადამიანებს რეჟიმისგან, ხო? დიახ. გოგო წარმოგიდგენიათ აი ნიღბი ჩამოწე პირის ღრუ აჩვენა. პოლიცია სასაცილოა. მაგ ვიდეოზე არ ვიცი, ხა შეფასებაც კი არ ვაკეთებ, მაგრამ თან შემეწოდა თან ეს გოგო. ან პრინციპში ეს არის ილუსტრირება იმის, როგორ შეიძლება რეჟიმი მიწდეს თითოეულ მოქალაქეს. მისი სიჩუმის და მიუხედავად. პირის ღრუ აჩვენა, ჩამოწე პირში შეახედა ფაქტიურად პატრონს და თან მე არ ველოდებოდიო ამასო, ანუ შეურაცხყოფად მიიღო ეს ამბავი, რომ როგორ გამაჩერა ესო. იმიტომ რომ უბრალოდ იმ ადგილას გაიარა, რუსთაველი იყო, მე მგონი, ხო, რუსთაველის ტერიტორია იყო და გააჩერეს. ყველასთან მივლენ ნებისმიერთან. ვინც არის კრიტიკულად განწყობილი, ვინც არ არის მარტივად რომ თქვა ხელისუფლების მომხრე და კრიტიკულად განწყობილი, არ აქვს მნიშვნელობა მეცნიერი იქნება, პედაგოგი იქნება, ჟურნალისტი იქნება. ადამიანები თუ იმას ვერ ხვდებიან, რომ თუ ამ ქვეყანაში რამე გაკეთებულა მედიის დამსახურება და არასამთავრობო სექტორის, ამას თუ ადამიანი ვერ ხვდება, ახლა რა ვიცი, ჩემი ერთი კომენტარით ალბათ თვალნათელი ეს ყველაფერი არ გახდება. მაგრამ ეს ეხა ხო არ დაწყებულა ეხა. კი ბატონო. სოციალებიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობ, ხო თეონა? ხო, 300-მდე ჟურნალისტია, როგორც ვიცი, აქ დასაქმებული, მაგრამ დღეს ხედავ 3 ადამიანს თუ 4 ადამიანს. რაზე მეტყველებს ეს? ნუ ალბათ რის ილუსტრირება ასე რომ მეცნიერი სამსახურის ახლა არ ვიცი, აი სოლიდარობის ერთადგომის შიშისგან გასვლის, არ ვიცი ყველას. შეშინებულმა ჟურნალისტმა როგორ უნდა დაიცვას დაჩაგრული მოქალაქის უფლებები? ცოტა წარმოუდგენელია, ხო, ამის და ყველას ყავს შვილი, 4 შვილი მყავს და ასე თამამად იმის თქვა რომ აიმე, ხაში და ალბათ არა გაქვს გაქვს ის ფიქრება რომ რაღაც ალტერნატივა ყველას გჭირდება სამსახური დღეს ისეთი კრიზისია ქვეყანაში არა მხოლოდ სოციალური ეკონომიკური ყველას გჭირდება სამსახური ყველას გჭირდება შემოსავალი ყველას ყავს შვილები და ამით 2 და 3 ოჯახის არჩევი ხო მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევს ადამიანს რომ შენს გვერდით როცა ადამიანს აი უკვე წარმოუდგენელია ჩემთვის რომ უსამართლოდ აკავებენ უსამართლოდ გრაზდებენ იმიტომ რომ უბრალოდ აქციაზე დგას და ხელისუფლება აი აკავებენ იჭერენ და შეგიძლია უბრალოდ გაიარო არ ვიცი ეს ჩემთვის ისეთი და მეორე დღეს მოგაკითხოს პოლიციამ ხო რომ აი რუსთაველზე დადიოდი პირბადით და ამის გამო შეიძლება სასამართლოში მოგიწიოს მისვლა და ეს მათი ტერმინები არ ვიცი ყველანაირი ზღვარს და ჩარჩოსდება რომ რანაირად იხსენიებენ აქ სისმენად მოქალაქეებს თუ წარმოუდგენელია აკაცუკები და არ ვიცი რა ტერმინებია ეხლა ვამბობდი რომ ზია გაიყო პრემია და რამდენიმე მარტივად გაიცემა სახაროვის პრემია იყო უკვე ვიცი და ახლა რა კონტექსტში გაკეთება ქართული ოცნების მხრიდან ამასთან დაკავშირებით შეფასებები ისე ვიტყვია რომ დიპსტეიტთან რაღაცებს დააკავშირებენ და არიქა უნდა დაეგმოთ პირიქით ზიას აქციი და რაც ქვია აჯილდოებე პრემიის ზუსტად ეს არის რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ პოლიციაზე ხელის დარტყმა კი, კანონით არის დანიშნული, მაგრამ ეს არის პოლიცია. ზიამ დაარტყა პოლიციას ხელი, თუ ზიამ დაარტყა ხელი სისტემას და ზიამ რომელიც ჩაგრავს მოქალაქეს. რომელიც ჩაგრავს მოქალაქეს, რომ ზია მთელი ცხოვრება რაც მე მაქვს. ადამიანს არ აქვს პირადი ცხოვრება, მთელი ცხოვრება მუშაობს, შრომობს, საქმეს აკეთებს რისთვის ადამიანები ზია მისთვის აკეთებს ამას. ზია შეეძლო გაეხურა კარი და ყოფილიყო რა ვიცი განათლება აქვს და ყველაფერს შეძლო მზია, მაგრამ რისთვის აკეთებს ამას ძალიან მიხარია. ადამიანებისთვის ქვეყნისთვის არ აკეთებს. რანაირად უნდა ვერ დაინახო ერთი ადამიანის რედაქციის ჟურნალისტების ამხელა ძალისხმევა რომ შენი ქვეყანაა, თორემ მათი პირადი კეთილდღეობა კი არა. ბოლოს და ბოლოს ყველა შევძლებთ რომ გავიხუროთ კარი და წავიდეთ ემიგრანტად და ვიმუშაოთ და ყველას გვაგვიმარები რომ რაღაც საქმე ვაკეთოთ, ხო? მაგრამ აქ თავარია თქვა სახელმწიფოს ინტერესები და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, ხო? დემოკრატიის დაცვა და ჩვენი უფლებების დაცვა, რომ ვიცხოვროთ კარგ ქვეყანაში, ევროპულ ქვეყანაში. მაგას ვამბობ, ანუ საკუთარი უფლებების დაცვა არის. აი ძალიან ბევრი სამაქვს ან ფაქტიც გინდა ვიდეო რაც ინტერნეტში დაცვა. ადამიანს შეიძლება შეურაცხყოფას აყენებენ. მართალია, იცით, თავის დაცვა არის, გესმით?
ანუ ადამიანი შეიძლება დააბრუნოს და ის თავს ვერ იცავს. არ ვიცი, თავმოყარეობის იქეთ გასვლა ამას უნარი არ ჭირდება. როცა რაღაცა გეცემა, ან საფრთხე გაქვს, ყველა ადამიანი ხვდება რომ უნდა აიჩინოს ეს საფრთხე თავიდან. ეს ძალიან მარტივია ადამიანმა, მაინც თავში ხომ უნდა ჩაგეცეთ, ეს დაგვრჩათ მარტო. თავში ყაც ჩაგეცემათ ვიღაცის ხელით. და ნახეთ უამრავი ადამიანი რომ რაღაცა ჩამოვარდა მოკლა და არავინ არ იშევენ. ახსით სახელმწიფო დადნი არ ვიცი. ეს უბრალოდ თავმოყარეობა, ვიცი ჩვენი რაღაც ლეების აღზრდის გააზრდის ყველაფრის ბრალია ვიცი წყალი ყო ჩაგუბებული, მაგრამ ადამიანები თქვენ შვილებს რა მაგალითს აწვევთ. რა მაგალითს რომ უსამართლობას ესე გვერდი ჩაუარო გააგზავნო გზა და მე არ შემეხება, შეგეხებათ, შეხებულიც გაქვთ, რომ ვერ ხვდებით ამას. შეხებულიც გაქვთ. ეხლა სასწავლებლებს რომ შეეხება და განათლების სისტემა რომ ამოიქოქება და უამრავი პედაგოგი, უამრავი მეცნიერი, უამრავი მუშაკი რომ დარჩება. ძალიან დამაზიანებელი რეფორმა შემოაქვს სინამდვილეში. შეყრიან ამ ბავშვებს 500 პირობითად 500 პედაგოგი რო არის და 300 იქნება და ეს 200 პედაგოგი საწავა. აი მაინტერესებს საწავა. გააპროტესტებთ რამე ეს? გააპროტესტებთ მოგითხრათ ქვეყნის დატოვება. და რო არ გააპროტესტებთ რას აპირებთ? ანუ ხელფასად რამდენი ხანს იქნებით? ვერ დაწერთ, ვერ იტყვით, სასამართლოში სარჩელს ვერ შეიტანთ. მედია არ იქნება, ვისთან ვიყავთ? იმედთან? ვისთან ვიყავთ? საზოგადოებრივმა უწყებელთან? სად გააპროტესტებთ? ვინ გაგაშუქებთ? ვერავინ ვერ დაგეხმარებათ ხალხო. თუ თქვენთვის ეს არჩევანია, ეს ქვეყანა მაინც გადარჩება. და წლების განმავლობაში ჩვენ ხედავთ ველა რომ იმ მედიის წარმომადგენლები, ანუ ამ შემთხვევაში ხა ჩემს პროფესიას ვსაუბრობ, რომ ესე მარტივად ადაპტირდებიან რა. იყო იმ ხელისუფლების გააჩნია რასთან ვადაპტირდები, ხო, რეჟიმთან ადაპტირება, მე მგონი ნორმალური არ არის. აი, ვინდა ვინახეთ ჩვენ ხა ხედავთ რომ პორტირდებიან ეს ადამიანები მარტივად რო თქვა, წინა ხელისუფლების დროს რაღაცა არ მოწოდა, გადმოვიდა, ეხლა მოწოს, თუ მიხდება რომ ამ ხელისუფლებას უფრო წყალი აქვს შეყენებული, მოძებნის რაღაცას მოძებნის და მოიგებს ახალამობას. ბევრი რამე გვაქვს თანახი, მაგრამ მე მჯერა ნამდვილად რომ ის კი არა რომ რაღაცა ქართველებთან არ გაუვათეს და ჩვენ რუსეთი არ გავხდებით. ჩვენი ხალხი ძალიანაც მიჩვეულია, აი ესე დუმარეთ ყოფნას და თავში რო ჩაარტყა, ხშირ შემთხვევაში არც არაფერს არ ამბობენ, მაგრამ მე მჯერა იმ ადამიანების, ვინც წლების განმავლობაში ღიათ ამბობს, არ ეშინია, აფიქსირებს თავის და სოლიდარობას შეუძლია, მხარდაჭერა შეუძლია და არ ეშინია, რაც გავარეთ, ამ ადამიანებს ვერა რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩება აუცილებლად. წარმოუდგენელი რომ ამ სიგნალე მოერევეს ჩვენ ქვეყანას ეს გამორიცხულია. თეონა, მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. ბათუმელების ლაივს ვინც ახლა შემოვერთით, შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი ჟურნალისტები მართავენ სოლიდარობის აქციას ჩვენი იმ კოლეგების მხარდასაჭერად, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან დღეს, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ედავებიან ქუჩის გადაკეტვას. და საუბრობენ ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადავიდა რეჟიმი აი იმ ეტაპზე, როდესაც უკვე ჟურნალისტებს აღარ აძლევს შესაძლებლობას ველზე იმუშაონ და თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროსაც კი შეედავონ რაღაც აბსურდულ მოტივებით და დააკავონ ისინი. როგორც ვიცით, ვახოსანაია ასევე რამდენიმე ჟურნალისტი ფორმულადან არის დაკავებული იმის გამო, რომ თითქოს მათ ქუჩა გადაკეტეს აი ამ მოტივით, ისინი 15 დღიან პატიმრობაში არიან გაშვებული და სწორედ აი ამ პროცესებს აპროტესტებენ დღეს აქ მყოფი ჟურნალისტები და ასევე საუბრობენ იმაზე, რომ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში თავისუფალი და კრიტიკული მედიის არსებობა იმისათვის, რომ თავისუფალი აზრი არ იყოს ბოლომდე გამქრალი ამ ქვეყანაში, რადგან ჟურნალისტები ჩვენ შრომობთ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის, საზოგადოების ინფორმირებულობისთვის და იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უფლება იყოს დაცული. და თუ არ იქნება მედია და თუ არ ვიმუშავებ ჩვენ ჟურნალისტები, საზოგადოებას არ ექნება საკმარისი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, იღება თუ არა მათი უფლებები და მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში ისინი რეალურად ვერ მოახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვას, თუ კი მათი ხმის გამხმოვანებელი და მათი უფლებების დამცველი ამ ქვეყანაში აღარ იქნება. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ბათუმელების დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა
ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ევროპის უმაღლესი ჯილდო მიიღო, სახაროვის პრემია გადაეცა მას. დღეს გახდა ამის შესახებ ცნობილი. და ასევე ამ ფაქტს გამოეხმაურა არაერთი ადამიანი და მზიამაღლობელის ამ პრემიის დაჯილდოებას განიხილა იმ კონტექსტშიც, რომ ეს ეკუთვნის ეს ჯილდო არა მხოლოდ მზიამაღლობელს, არამედ ქართველ მებრძოლ ხალხს, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის რამდენიმე თვეა უწყვეტად ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესანარჩუნებლად. ასევე მინდა გითხრათ, რომ სახაროვი იყო საბჭოთა დისიდენტი და მისი სახელობის პრემია 1988 წელს დაარსა ევროპარლამენტში და ეს პრემია არის, როგორც გითხარით, უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებების სფეროში. ყოველწლიურად გაიცემა ეს ჯილდო და გადაეცემა იმ ადამიანებს, ვინც იბრძვის დემოკრატიისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. დღემდე რამდენჯერ ხო ეს პრემია ძალიან ცნობილ ადამიანებს მიღებული, მაგალითად სახაროვის პრემია 1988 წელს როდესაც დაარსდა პირველად, ის გადაეცა ნელსონ მანდელას, სამხრეთ აფრიკის პირველ პრეზიდენტს. შემდეგ ამ პრემიით დაჯილდოვდა არგენტინელ მშობელთა ასოციაცია. ამ პრემიის მფლობელია ასევე კოფი ანანი და კიდევ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანები, მათ შორის 2009 წელს მაგალითად სახაროვის პრემია აიღო საზოგადოება მემორიალმა, გავლენიანმა ორგანიზაციამ. მათ შორის გემახსოვრებათ ალბათ მალალა იუსაფზაი, პაკისტანელი ქალი, რომელიც თავის ქვეყანაში იბრძოდა განათლების უფლების მოსაპოვებლად და ისიც რომ ის თალიბებმა თავში დაჭრეს და მიუხედავად იმისა, რომ ის უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მაინც გადარჩა და ახლა ის ემიგრაციაში ბრიტანეთში ცხოვრობს. თუმცა როგორც ვიცით, დღემდე აგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობას. და ასე ძალიან გრძელია საკმაოდ ეს სია, თუმცა რამდენიმე მათგანი გამოვყავით იმისათვის, რომ დაახლოებით წარმოდგენა გქონდეთ, როგორი ადამიანები იღებენ სახაროვის პრემიას და რა არის მათი დამსახურება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ჟურნალისტების სოლიდარობის აქციის პარალელურად აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეა მოსული. მე შევეცდები, რომ გადავიდე და მოგასმენინოთ ინფორმაცია თუ რა სიტყავს ეს ადამიანი. ეტლში მჯდომი ადამიანია და ის თანხლებ პირთან ერთად არის მოსული. ჩემი კოლეგები უსმენენ მას და მინდა რომ მოგასმენინოთ. ბათუმელების ლაივში ხართ. ჩემი კოლეგები ისმენდნენ თქვენგან თუ რა პრობლემით ხართ აქ მოსული და თუ გაგვიზიარებ ჩვენს რა შეგაწუხათ, რის გამო ხართ აჭარის მთავრობის სახლის წინ და გაქცევენ თუ არა ყურადღებას? ძალიან ყურადღებოდ ვარ ამ წუთში. ველანაირად. რა გიჭირთ, რის გამო მოხვედით? კედლები და სახლი და კედლების გამაგრება და სახლი დახურვა მინდა. სახლი გაქვთ ავარიული? დიახ ბატონო. რამდენი ხანია, რამდენი წელია თუ თქვენ? 2012 წლიდან ვიტყურად 2012 წლიდან, ანუ გამოდის სადღაც 13 წელია ითხოვთ სახლის გადახურვას და ყურადღება არ მოგაქციეს. არა, ჯერ კიდევ არა. და რას ამბობენ? კიდე ერთი 13 წელი გჭირდებაო, თუ რა? ახლა კიდე გაცხადება მაქვს შეტანილი და ეს რადგან არჩევნები ეილია, მერი დაინიშნოს და მე რაღაც იქნებაო. ანუ 12 წელია ითხოვთ სახლის გადახურვას და ახლა კიდე გეუბნებიან, რომ მერი დაინიშნოს და მოგაქცევთ ყურადღებასო. და რას ნიშნავს ეს თქვენი აზრით? რატო იღებთ ასეთ პასუხს? არ ვიღებ მაგ პასუხს. არანაირად. ანუ არ აინტერესებთ ამ ქვეყანაში მოქალაქე და ადამიანი? მაგას მომობეთ, არ აინტერესებენ. დიახ. გლეხია დღეს ბიძინა ივანიშვილის ხალხს არანაირად არ აინტერესებს გლეხი. მხოლოდ აინტერესებს
ვინც რომ ხელფეხიანია და გვერდია მოუდგება მას. მე პირადად განცხადებას ვუწერ ახლა იმას იმ ხალხს ძალა თუ ყვას ძალა არ აქვს 4-დან როგორ გევიდა მან თქვენ სახელი? შადიე მოფინაჯე. ქალბატონო შადიე, ეს თქვენი შვილია? დიახ ბატონო. ორივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხართ, ხო? დიახ. და როგორ პირობებში გიწევთ? ალბათ ძიმე პირობებში გიწევთ ცხოვრება. სახლი თუ გადახურული არ არის, ესე იგი წყალით ჩამოგდით, ხო? აუცილებლად მობიძანეთ. რითი არსებობთ? რითი გაგაქვთ თავი? არსებობით მეზობლები, ახლო მეზობლები მეხმარები აქ, ასე თუ ქალაქში გამოვიდნენ და მინახამე დახმარებას მიწევს. ანუ ხალხი გეხმარებათ და არა მთავრობა. მაღაზიები და ასე ეზოს მაღაზიები. აი აქ რამდენი ხანია რას გახართ და ვინმე თუ გამოგაკითხათ? 15-20 რაც მოვე. რას გეუბნებათ დაცვა? გითხრეს რამე? აი სამი ადამიანი გადგაც თავზე მე მგონი, ხო? და აი ამ მამაკაცი დაველაპარაკე და რა თქვენ? ამას აუხსენი და თამაზაშვილთან გინდათ შეხვედრა, ამიტომ მოხვედით? დიახ. და რას გეუბნებიან? ჯერ არ მინდა ხელფოსი რომ ეს ველაპარაკებოდი და მოვიდნენ რა. პირველად მოხვედით თუ მანამდეც მოსულ ხართ აქ? ბევრჯერ ვარ მოსული აქ. მე ბევრჯერ ახან მოგვედით, როდისმე შეხვედით? სანახავად. როგორ შევალა არცინით და არც გამოდიან. ნაკაცი გამოდის. თამაზაშვილი არის სამსახურში. თამაზაშვილი ახლა სამსახურში არის თუ არა, მეგობრებო? ლაპარაკი აკრძალული გაქვთ? სამსახურში არის თუ არა, მაინტერესებს და მოქალაქეს თუ შეხვდება. ეს რაღაც სადმე დოკუმენტში გიწერიათ, რომ მოქალაქეს არ უნდა გასცეთ პასუხი? ასე გესაუბრებიან თქვენ თუმილით? კი ბატონო, თუ არავინ მოგაქციათ ყურადღება, რას აპირებთ? კიდევ მოხვალთ? ნაფსად მაგდან მაგათ მე ვეწევალ. აი აგერ და ერთ ადგილზე გამგებელ. სხვათა შორის ხელისუფლება, სახელმწიფო ვალდებულია, რომ ადმინისტრაციული შენობები იყოს ადაპტირებული. და თქვენ შეგეძლოთ თუნდაც ეტლით შესვლა შენობაში, მაგრამ როგორც ხედავთ, ადაპტირებული არ არის ეს შენობა. არემონტებენ წლების განმავლობაში, მაგრამ ადაპტირება არ გაუკეთდა ამ შენობას, ხო? ანუ რომ გინდოდეთ, ვერ შეხვალთ ფიზიკურად შენობაში. ესეც პრობლემაა. თქვენი შვილი ასე ქუჩაში უნდა იყოთ? ეს ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის? კარგით, მადლობა და ჩვენ დაუბრუნდებით თქვენს პრობლემას და დავინტერესდებით, გვაინტერესებს თუ მოგაქცევთ ვინმე ყურადღებას და საერთოდ გაგცემენ თუ არა პასუხს. მადლობა დროებით. მოქალაქეს ვესაუბრებოდით, მეგობრებო, ბათუმელების ჩართვას, ვინც ახლა შემოუერთდით. ეტლით მოსარგებლე ადამიანი თავის შიშიმშვილთან ერთად დგას აჭარის მთავრობის შენობის წინ იდგა და ის ამბობს, რომ 12 წელია, რაც მთავრობას თხოვს, რომ მისი ავარიული სახლი გადახუროს და შეუქმნას მას ელემენტარული პირობები იმისათვის, რომ სახლში იცხოვროს, თუმცა როგორც ჩვენ ჩართვაში მოისმინეთ, 12 წლის განმავლობაში მოქალაქე ამბობდა, რომ არავინ დაინტერესებულა აჭარის მთავრობიდან მისი ბედით, მისი ცხოვრებით და ახლაც დგას თავის შიშუმშვილთან, აი როგორც დაინახეთ აჭარის მთავრობის სახლის წინ, თუმცა ვერ ჩიგნით შედის, არც არავინ უშვებს პრინციპში, მაგრამ არჩენობა არ არის ადაპტირებული, რომ თავად შეძლოს ამ შენობაში შესვლა და არც არავინ აქცევს ყურადღებას. აი ასე ქუჩაში ზიან და ელოდებიან ოცნების მთავრობისგან პასუხს, თუმცა როგორც დაინახეთ და როგორც მოისმინეთ, არავის აინტერესებს მოქალაქეების ბედი ამ ქვეყანაში. ქუჩის მეორე მხარეს იცით, რომ ჟურნალისტები მართავენ სოლიდარობის აქციას და სოლიდარობას გამოხატავენ ფორმულას დაკავებული ჟურნალისტების გამო, რადგან როგორც გითხარით, ჩვენს ჩართვაში ფორმულას 3 ჟურნალისტია დაკავებული, მხოლოდ ადმინისტრაციული ბრალდებით, რადგან მათ ედავებიან ქუჩის გადაკეტვას რუსთაველის გამზირზე, ასე რომ ვთქვათ.
თუმცა დღეს რეჟიმი მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ ადამიანებს, ჩვეულებრივ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება რაღაც პირადი პრობლემა ჰქონდეთ, ან გაცივებული იყვნენ, ვირუსი ჰქონდეთ, ან შეიძლება როგორც გუშინ ერთ-ერთმა მოქალაქემ თქვა, კბილებს იკეთებდა და ამის გამო ეკეთა სამედიცინო პირბადე. ამის მიუხედავად მოვიდეს პოლიცია, ერთი არა, თან შეიძლება 10-15 პოლიცია შემოგეხვიოს ირგვლივ და გაგაჩეროს ქუჩაში მხოლოდ იმიტომ, რომ გიკეთიათ ჰიგიენური პირბადე. აი ამ მდგომარეობაში ეს რეალობა გვაქვს დღეს ქვეყანაში, რომ პოლიცია დღეს დასდევს ნიღბიან ადამიანებს, პირბადიან ადამიანებს და არა კრიმინალს, თქვათ, რადგან თუ სტატისტიკას გადავხედავთ, საკმაოდ გაზრდილია ამ ქვეყანაში კრიმინალი, თუმცა პოლიცია დღეს დაკავებულია მოქალაქეების დევნით და ინტერესებს და ოქმებს ადგენს და ლუქავს ამ საგულდაგულოდ 20, 15 და 30 პოლიციელი ლუქავენ ამ ერთ პირბადეს, რომელსაც მოქალაქეს ხსნიან. აი ამ სურათს უყურებთ დღეს, აი ამ კომიკურ და თან ტრაგიკულ სურათს უყურებთ ამ ქვეყანაში და შეიძლება ქუჩაში მიდიოდეთ და რა ვიცი, მოხვდეთ რაღაც პოლიციის შავსიაში, იმიტომ რომ რუსთაველი გადაკვეთეთ ან რუსთაველზე გაიარეთ ნიღბიანმა. აი ამ რეალობაში აცხოვრებს დღეს ქართული ოცნების რეჟიმი საზოგადოებას, ამ ქვეყნის მოქალაქეებს და აქ მყოფი ჟურნალისტები, რომელსაც თქვენ თვალსადევნებთ და ასევე ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად უკვეთით მე-11 თვეა რეალურად მე მგონი გასული, რაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება, დგანან იმისთვის, რომ სწორედ ამ რეალობაში არ გაიღვიძოს თელმა ქვეყანამ. პრინციპში გაღვიძებული ვართ, მაგრამ უფრო უარეს მდგომარეობაში რო არ აღმოჩნდეთ რა. და რა ვიცი, იქ სადაც ვთქვათ, ქუჩაში დგომის გამო გაკავებენ და ციხეში გიშვებენ და პირბადის გაკეთების გამო გაპატიმრებენ. წარმოიდგინეთ, ეხლა ხვალ შეიძლება რაღაც უფრო სასაცილო რაღაცის გამოც შეიძლება გაგაჩერონ და დაგაკაონ. რა თქმა უნდა, ეს იმის სიმპტომია და იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანაში დიქტატურა ძლიერდება რეალურად და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას კიდევ უფრო მეტი საფრთხე ექმნება ამ ქვეყანაში. და თუ არ იბრძოლებს საზოგადოება საკუთარი უფლებების დასაცავად, იმ უფლებების დასაცავად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, დაცული ამ ქვეყანაში და ის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თავისუფლად აზრის გამოხატვის საშუალებაც, ქუჩის გადაკეტვის საშუალებაც და აქციის გამართვის საშუალებაც, ეს ჩვენს კონსტიტუციაში გვიწერია და სწორედ ამ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა ამ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა ხდება დღეს ქვეყანაში და ამას აპროტესტებენ დღეს აქ შეკრებილი მედიის წარმომადგენლები და ის საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებში რამდენიმე თვეა პროტესტში იმყოფებიან. აი ამ ადგილას ასევე შეგახსენებთ, რომ ბათუმში ყოველღამით იმართება მოქალაქეების საპროტესტო აქცია, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ ის წყვეტდა ქვეყანა აჩერებდა ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე და ამ განცხადებას მოყვა მასობრივი საპროტესტო აქციები და მღელვარება ქვეყანაში, რადგან საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეწინააღმდეგება ამ ქვეყანაში ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, რადგანაც იცით, რომ საქართველოს მიღებული აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ასევე ბუნებრივი აქედან გამომდინარე, ამ ევროინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, ანუ ვიზა ლიბერალიზაცია და თუ კი ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდება, ამ ყველაფერს ექმნება საფრთხე და როგორც თავისუფალი მიმოსვლის დაკარგვა ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის უდიდესი პრობლემა, ასევე რა თქმა უნდა პრობლემა იქნება კანდიდატის სტატუსის გაწვევაც, რადგანაც ქვეყანა მოექცევა იზოლაციაში, ჩვენ დავრჩებით
მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე და პირისპირ აღმოჩნდებით ოკუპანტი, აგრესორი რუსეთის პირისპირ, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში და მისი ერთადერთი ინტერესი არის, რომ აღარ არსებობდეს ქართული სახელმწიფო, აღარ არსებობდეს ამ ქვეყნის სუვერენიტეტი და იყოს მარიონეტული ქვეყანა, სადაც იმას გააკეთებს, რაც მას სურს. და სწორედ აი ამ რუსულ ინტერესებს ეწინააღმდეგება დღეს პროტესტში მყოფი საზოგადოება, მედია, თითოეული მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის. მე ხა დაგემშვიდობებით, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ გვისმენდით, თვალსადევნებთ ჩვენს გამოცემებს, გვისმენთ და შემოგიერთდებით მომდევნო საათებში, მომდევნო დღეებშიც იმისათვის, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია ქვეყანაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. მადლობა კიდევ ერთხელ დროებით.